დღეს ჩვენი ეთერი განსაკუთრებულ ქალბატონს ეძღვნება. ქალს, რომლის სიმღერებიც უკვე ქართული კულტურის ოქროს ფონდია. ქალს, რომელსაც სტაჟ 7-10 წლეული წელია უკრავენ. ქალს, რომლის ხმაც დღემდე პირველივე წამიდან გულამდე მიდის. ნანი ბრეგვაძე. ქართული სცენის ლეგენდა. რამდენიმე დღეში ნანი ბრეგვაძე ხდება 90 წლის. დიახ, არ მოგესმათ, 90 წლის. ასე 90 წელი და ამ ასაკში საოცარი სილამაზე, საოცარი ელეგანტურობა, საოცარი ენერგიულობა, საოცარი მომხიბვლელობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შინაგანი სინათლე. დღეს ვესტუმრებით სწორედ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ჩვენი ინტერვიუ მხოლოდ მუსიკაზე არ იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მთავარზე. თუ რა არის ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის სილამაზის და ჯანმრთელობის საიდუმლო. ქალი, რომელმაც შექმნა ეპოქა. ჩვენ არაერთხელ გვსმენია სიტყვები. არსებობენ მომღერლები და არსებობს ნანი ბრეგვაძე. ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის დღევანდელი მასთან სტუმრობა. ექიმები ხშირად ამბობენ, რომ ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლე დამოკიდებულია არა მხოლოდ გენეტიკაზე, არამედ ცხოვრების წესზე, ემოციებზე. ასე დროს ხშირად გვახსენდება ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის ცოცხალი მაგალითები არიან. სწორედ ასეთია ნანი ბრეგვაძე. ახლა კი ავიდეთ და მოვისმინოთ ლეგენდა ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავისმოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მაქვს პატივი ვისაუბროთ ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე, იმაზე თუ როგორ ახერხებს ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში გახდება 90 წლის. დიახ, არ მოგესმათ, 90 წლის, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს. როგორ ახერხებს ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე მისაბაძი ქალბატონი. ალბათ ყველასთვის. როგორც ყველაზე ძლიერი, როგორც ყველაზე წარმატებული და ალბათ ყველას ხშირად გვსმენია სიტყვები, არსებობენ მომღერლები და არსებობს ნანი ბრეგვაძე. ქალი, რომელმაც შექმნა ეპოქა. ადამიანი, რომელიც არის განურჩევლად ყველასთვის მისაბაძი და ყველასთვის ძალიან საყვარელი. ჩემთვის დიდი პატივია, ქალბატონო ნანი. რამდენი იქნება მივიღე ხა დღეს. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს, იმიტომ რომ მართლაც შექმენით ეპოქა და ხართ საუკეთესო, საუკეთესოთა შორის. დიდი მადლობა. ქალბატონო ნანი, როგორ მოახერხეთ თქვენს რეალობაში, რომ ასაკი მხოლოდ და მხოლოდ ციფრებად გექციათ? ხო, ეს ციფრები რო დავინახო, გული მისხდება. არ არის რომ ძალიან რო უვლის შენ თავს და მაშინ კარგად და დიდხანს ცხოვრობ. არ არის, ძალიან ბევრი ადამიანია. ეს არის ბედი, ეს არის შენი ხვედრი, შენი ცხოვრების რაღაცა ზევიდან მოდის. მე ასე ფიქრობ და ასე მჯერა, რომ იბადება ადამიანი თავისი ბედით. არ იცი შენ რა გელოდება და მე მგონია რომ მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ იმისთვის რომ აი ესეთი გარემო არის ჩემს სირგულში, სულ სიკეთე, სულ ბედნიერება, სულ სიხარული, სიყვარული, რა გითხრათ, აი ამ სფეროში და ამ გარემოში როდესაც ხარ, შენც გინდა რომ აყვი ამ მომენტს და საპასუხოდ უპასუხო მათ, რომ
კი, მადლობელი ვარ თქვენი განწყობი და ასეთი სიყვარულით და გემატება ალბათ ჯანმრთელობა და ხასიათიც არის სხვათა შორის. მე კი ვარ წუწუნა სხვათა შორის. სულ წუწუნებდი, მაგრამ მეშინი აღარ. აი ახლა სადაც როდესაც საწუწუნო მაქვს მართლა ეს სიტყვა რაღაცნაირად არ მომწონს. მე აღარ ვამბობ, რომ ძალიან კარგად ვარ. რა არის თქვენი ჯანმრთელობის და თქვენი სილამაზის საიდუმლო? რანაირად შეძელით რომ 14 წლის ასაკში არავინ მართკარს, იმიტომ ვარ კარგად და რაღაც ამას ვაკეთებდი. არა, შეიძლება სულ არაფერის მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ქალები სხვათა შორის სვამდნენ და 100 წლის არიან და 100 რაღაცაზე კიდე მეტი. თქვენ შემთხვევაში რა არის თქვენი ჯანმრთელობის საიდუმლო? ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი რო ამბობდნენ ჩემზე რომ რა ჯანმრთელი ხარ, იმიტომ რომ მე ავად არასოდეს არ ყოფილვარ, აი თუ გჯერათ. ოღონდ ჩემი ავადმყოფობა იყო გაციება. ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია რაც ყველას ემართება. არაფერი, ხო, არა. და ეხა ბოლო ხანებში ძალიან არა ვარ კმაყოფილი ჩემი ჯანმრთელობის. რატომ? არ ვიცი, რაღაცა დამემართა რაღაცები, სერიოზული ფილტვების ანთება მქონდა ახლა. ეს ძალიან, მაგრამ მე იცით რა შესაქმე, ძალიან ცუდად ვარ განწყობილი ჯანმრთელობის მხრივ ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მე მგონია რომ სულ რო ჯანმრთელი ვიყავი, ბოლომდე ასე უნდა ყოფილიყავი. და ეს ჩემი ავადმყოფობა არ მივიღეს სერიოზულად სხვებმა კი არც მითხრეს, ვერც გავიგებდი, იმიტომ რომ და გაგირთულდა? რა საკვირველია გამოვძვერი ქვია ამას. არა, გაგირთულდათ? არა, მე გართულებული მქონდა უკვე იმ დროს მივედი. თავში ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ცოტას ვახველებდი, რაღაცნაირად ცოტა სისუსტე მომიმატა და იმ წუთშივე ეკამ გამოიწახა სასწრაფო თუ რა ჩვენი მეგობრები და სასწრაფო წამიყვანეს სამავადმყოფოში. მე მაქვს ახლა საშუალება რომ თქვა შესანიშნავი სამავადმყოფო, შესანიშნავი ექიმები, მომსახურე პერსონალი, ისე ვიგრძენი თავი, რომ მე მგონია პირველი პაციენტი ვარ მე, რომელსაც სახლში არ უნდა დაბრუნება, იქ მიდოდა გამეგრძელებინა ყოფნა. და დიდ მადლობას ვუხდი ამ სამავადმყოფოს. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რაღაცა დაგემართოთ ესეთი სერიოზული არწივი, მაგრამ თუ მოხვდებით ამ სამავადმყოფოში ძალიან სამწუხაროდ ხდება ხოლმე, მაგრამ საბედნიეროდ დღეს ხართ ჯანმრთელად, გამოიყურებით არაჩვეულებრივად. დიდი მადლობა. მე ხლა ყველაფერზე მადლობა უნდა ვთქვა და არ უნდა ვთქვა რომ როგორ გეკეთებათ არა. დიდი მადლობა, ეს ყველაზე კარგი გამოთქმა. ნამდვილად და ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ, რომ უნდა ვთქვათ, რომ ვართ კარგად. ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ზოგჯერ ვამბობ კარგად ვარ, მაგრამ არა ვარ კარგად ხო? მაგრამ მაინც კარგად ვარ. და აი ესეთი 90 წელი. მამაჩემ სხვათა შორის 92-93 წელი იცხოვრა და იყო მართლა ჯანმრთელი ადამიანი, რომ არ დაცემულიყო და რომ არ მენჯის არ გაკეთებინა ოპერაცია. კი, იცხოვრებდა დიდხანს, იმიტომ რომ აი მამაჩემი იყო მაგალითად ვარჯიშობდა, ისვამდა, მაგრამ ის მაიცი რა იყო кейფის ვარიანტი იყო, რომ ის კი არა ლოთი კი არა. მესმის. ჩემთან სუსტუმრები იყო, ყველა ჩემი მეგობრები თრებოდნენ და მამაჩემი იჯდა ასე, ძალიან გაჭიმული. ხო და არასოდეს ძილი არის ეთყობა ძალიან მნიშვნელოვანი. ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ მე ადრე ადგომა არ მიყვარდა, არც ახლა მიყვარს, მაგრამ უკვე ძილის პრობლემა მაქვს. თუ მე გამოვიძინე, მაშინ მე იმ დღეს კარგად გრძნობ თავს.
და არ ვწუწუნებ და როდესაც დამაკვდება და შუადღის ძილი არასოდეს არ დავწონილ ვარ შუადღეზე რომ მე დამეწინოს ეს. არა და ითვლება რომ არის შუადღის რამდენიმე წუთით წაძინებაც კი ითვლება რომ ჯანმრთელობისთვის არის ძალიან კარგი. ეხლა ალბათ იმიტომ რომ მაინც სუსტად ვარ ეს სისუსტე ძალიან დიდხანს მიდის. ერთი თვე, ორი თვე, ეს არის პოსტვირუსული პერიოდი, რომელიც აუცილებლად გაივლის და ისევ ძლიერად მე იქნებით. იმედი მაქვს. მე იცით როგორ ცხოვრობ, მავიწყდება რამდენი წლის ვარ და იმედით რაღაცა მას რომ იქ წავალ რაღაც ვერ ვფიქრობ, სად მივდივარ, ძლიერ დავდივარ. აუცილებლად უნდა წახვიდეთ და წახვალ ყველგან და ყველაფერს და ვერ ვგზნობ, ჩემი შვილთაშვილი არის 21 წლის, წარმოგიდგენიათ, რამხელა ის არის, რა ქვია, ჩემი კიდე შვილთაშვილი ის, რომელიც 4 წლის არის ნატალიასი, იმას გონი ვარ, რომ მე ჯერ უნდა გავიზარდო. რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად? როგორც არტისტი, როგორც ქალი, როგორც დედა, ბებია, დიდი ბებია, ბევრი სტატუსი გაქვთ. იცით რა, რამდენჯერ მე ძალიან დაკვირვებული ადამიანი ვარ და ჩემ თავზედაც ძალიან კრიტიკული ვარ და ყველაფერს ვხედავ. იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ, მე იმას კარგად არ გიჩვენებთ ჩემ სიმღერაზედაც და ყველა მომოქმედებებზე. მე პრინციპში უფრო სახლის ქალი ვარ. აი დღესაც ეს არ არის გასაკვირი რომ მე სახლიდან ვეღარ გამოვდივარ, მაგრამ მე მირჩევნოდა ჩემთან მოსულიყო ჩემი მეგობრები, ვიდრე მე სახლი დამეტოვებია და წავსულიყავი სხვაგან. მე ისეთი ბედნიერი ვიყავი. და სიმღერა ვღეროდი მე რეროში, ორკესტრში, მაგრამ მე მგონა რომ დროებით ვარ, იმიტომ რომ მე სახლი მინდა და მე ბავშვთან მინდა ვიყო. 1 წელიწადი მე ბავშვს ვაწოვებდი. ამიტომ მე 1 წელიწადი არ მიმუშავია. და ყველა ბავშვზე სხვათა შორის რაღაცა ხდებოდა, რომ სულ მასთან ვიყავი. წამოიზარდა ლევანი და გიორგი გოგიკო. სულ მანამ სკოლაში დაიწყებდნენ სიარულს, გასტროლებზე დამყავდა და ეხლა ვფიქრობ, როგორ უვლიდი, კონცერტები მქონდა, სოლო კონცერტები. აი, მაინც ის კი არა, რომ მე მომღერალი ვარ და ესეთი რეგალიები და მე რაღაცა არა, მე უფრო ვიყავი ჩემი ოჯახი. თავარია ეს ყველაზე ტყირა, ყველაფერი, აი რამდენი ჩემი მეგობრები შესანიშნავი პიროვნებები და ჩემი დროის და დიდი მადლობელი ვარ მეთის და რომ იმ პერიოდში ცხოვრობდი, სადაც აი ესეთი ერთი მეორეზე უკეთესი პიროვნებები არსებობდა, განათლებულები, იუმორის სავსე, ყველას ჰქონდა თავისი ადგილი და კეიფობდნენ. და ჩემთან იყო პატარა ბინა მქონდა, მაგრამ დღემდე აღარ რამდენიმე ჩემი მეგობარი მყავს, ცოცხალი დანარჩენი არის, სულ იგონებდნენ, რომ ვაიმე რა კარგია გახსოვს და იქ შენთან რომ მოვდიოდით, როგორ გვიხაროთ და რაღაცა კარგი სიტუაციები იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი? ძალიან. პირველი არის ცხოვრებაში ყველასთვის ოჯახი. იმიტომ რომ დედა კი ძალიან დიდი დანაკლისია მშობლების არ ყოფნა ძალიან. მე ისე განვიცადე, რომ მართლა 1 წელიწადი ვერაფერი ვერ გავაკეთე. ვერც მღეროდი, ვერც სუტიროდი, რაღაცა საშინელება იყო, მაგრამ ნუ ხო უნდა მე სპეციალობა უკვე ჩემი იყო მომღერლობა და რომელსაც არ ვთვლიდი, რომ მომღერალი ვიყო. ბოლოს უკვე აღარ დამადგა საშველი სახლში ჯდომა და ამიტომ და რომ სუპირლად რომ დამსახურებული არტისტის წოდება მივიღე, ისე გამიკვირდა და ისე შემწყვა.
არა ვარ მომღერალი, ასე მე სუმღეროდი სახლში. გაუტონები, ახსენეთ ოჯახი და სიმღერა. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ის მუსიკალურ ოჯახში გაიზარდეთ. მღეროდნენ თქვენი მშობლები, დეიდები. თქვენი ამ პროფესიის არჩევაზე რამდენად იმოქმედა? ძალიან იცით, აბარა. მაგრამ არა და სიმღერა კი არ იმოქმედა. საერთოდ სიტუაცია იმოქმედა და დავიბადე, უკვე 2 წლიდან მღეროდი სწორად. და მე დეიდა ჩემები და ერთ-ერთი დეიდა ქეთევან მიქელაძე ძალიან კარგი მომღერალი იყო, ნამდვილად პროფესიონალი. ოღონდ იმ დროისთვის სცენაზე გამოსვლები იყო სამარცხვინო. არ იყო ეს ასე გიჟებივით რო ვართ ყველანი ჩემთან ერთად სულ ღერედა და სცენები და სცენაზე ყოფნა. მე რომ გპ-ში დამიძახეს სამღერლად. ჩემი 6-ვე დეიდა, ჩემი ბაბუა, მუსიკის მასწავლებელი, კრება მოაწყოს, რომ ბავშვი გაუშვათ სცენაზე თუ არა მე. და დედაჩემი იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ძალიან მუსიკალური და ძალიან ჭკვიანი და წინ იყურებოდა. თქვენ რამდენიც გინდა ილაპარაკეთ, ნანი უნდა იმღეროს. იმღეროს ბავშვმა, რა არის ამაში ცუდა. იმიტომ რომ სკოლაში მღეროდი. და თბილისი იყო ძალიან პატარა ქალაქი და ყველა ერთმანეთს იცნობდა. მე რა აი რუსთაველზე რო გავივლიდი, ისეთი ლამაზი გოგოები, ისეთი ლამაზი ბიჭები, ახალგაზრდები, რაღაცა სილამაზის ის იყო რა, ფეიერვერკი. და გაზრდილობის და ზრდილობის. ნამდვილად. მადლობთ უფალო რომ იქ იმ დროს დავიბადე. პირველი სიმღერა, პირველი გამოსვლა სცენაზე, რის შემდეგაც გადაწყვიტეთ, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდით თავს. არა, რო გადავწყვიტე, ის ძალიან დიდი დრო გავიდა, რო გადავწყვიტე, რომ ამ პირველი სიმღერის და პირველი სცენაზე რო ვიმღერე, რო გამოვედი, ისევ კანკალებდი და ისე შეშინებული ვიყავი და დავიწყე ძალიან ჩუმად სიმღერა და რატომღაც ამ სიჩუმე ამ და ჩუმა სიმღერამ დასაწყისმა რატომღაც გააჩუმა მთელი ეს დიდი სმენელები, ბევრი იყო, ძალიან დიდი თეატრი იყო. და მე უკვე შევედი როლში და მღეროდი, როგორც უნდა იმღერო. ძალიან დიდი წარმატება მქონდა. აი პირველად ყველაზე დიდი წარმატება დასამახსოვრებელი იყო აი ეს ჩემი პირველი გამოსვლა არა გპ-ი ესე იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რომ როგორი განცდა, როდესაც ხედავთ, რომ სპეციალურად თქვენთვის კომპოზიტორები, პოეტები ქმნიან კომპოზიციებს, რომლებიც შემდგომ ეპოქას ქმნიან. აი მაგალითად ახლა არ შემიძლია არ გავიხსენო პეტრე გრუზინსკის ტექსტზე გია ყანჩელის მუსიკა ის აქ არის, რომელიც პირველად თქვენ შეასრულეთ და დღემდე ეს არის, არ ვიცი, ისტორია, ეპოქა, ეს არის რაღაც ლეგენდარული სიმღერა. მახსოვს, უყურეთ, გპ-ში ვიყავი სწორედ, მღეროდი და მე გრიბედევის ქუჩაზე ვცხოვრობდი და გრიბედევის ქუჩა შუა გრიბედოვში ცხოვრობდი. აიქით მერე მიდის ისე გრიბედოვი ბოლომდე ჩადის. გია ყანჩელი ჩამოდის და ტროტუარიდან მე ნანი სიმღერა დავწერე და მოდი ჩემთან და შევხვდე და კი გამეხარდა. მაგრამ ეს ამას არაფერად მანდამაც ისე არ მივიღერო, უნდა მე დამიწერა, ჯერ ესეთი გრძნობა არ მქონდა მე. არც ერთ კომპოზიტორებს სხვათა შორის მე მეგონა რომ ესე უნდა იყოს, რომ წერენ სიმღერას და მე უნდა ვიმღერო. და არც მიფიქრია, რომ აი მე ალბათ კარგი მომღერალი ვარ და მე მოვწონა და იმიტომ ასე მე მეგონა რომ სხვაებიც ვღერიან. ეს ჩემი ისტორია და ჩემთან იყო ეს სიმღერები. არავის არ ვეხებოდი მე და არც არავის არ მეხებოდა მეც კომპოზიტორების და პოეტების გარდა. და ვიმღერე და ისიც არის ამისი
არა ვიმღერე და მომეწონა ძალიან ოღონდ უნდა ძალიან რომ ნელა მემღერა როდესაც ის ისმენდა ამ სიმღერას გია ნელა მღეროდი როდესაც არ იყო კონცერტზე გია მღეროდი საშუალო იმითი რითმით აი დღემდე ამ სიმღერას როგორ ვღერიცით მე თვითონ არ ვიცი რას ვაკეთებ ისეთი საშუალებას მაძლევს რომ სხვადასხვანაირად ვიმღერო რომ ძალიან გავითავისე ეს სიმღერა რასაც მინდა იმას ვაკეთებ და მახსოვს რომ გოგი საბაძის რაღაცა ბევრი სიმღერა გოგის თითქმის კვირაში ერთხელ მირეკავდა და მოდი ახლა და რაღაცას გასაგები არ მომწონდა ჩემი არ იყო თორე კარგი სიმღერა იყო ჩემი არ იყო და ვეთყოდი რომ გოგი რა ეს არ მინდა არა რა გეხვეწები და მე ვხაი მაშინ რაც გინდა ის გააკეთე ხომ იმღერე თავისუფლებას მაცლებდა და ბიძინა კვერნაძეც და რეზა ლაღიძეს ეს არ გონა როზე რო დაწერდა არ მჭირდებოდა მე ეს რა ქვია ბევრიც არა მაქვს სხვათა შორის რამდენიმე სიმღერა მაგრამ ერთი მეორეზე საუკეთესო ერთი მეორეზე ვაზო სიმღერე ვაზზე როგორ მახსოვს გამოვიარე ცოტა ადრე მივედი რომ ჩამეწერა დიდ ორკესტრთან ჯანო კახიძეს ხელმძღვანელობით ერთი რეპეტიცია იყო და ვიმღერე და წავედი ვიღაცამ დამირეკა თბილისიდან და ეს რა სიმღერა იყო ეს როგორი ნამღერია და რა კარგია და მე იცი რა არ ვაქცევდი ყურადღებას რაღაცა რა კარგია რომ მოეწონა და ესეთი გადარეული ჩემ თავზე არასოდეს არ ყოფე და ღმერთმა დამიფაროს რომ მე გავიგიჟდე ჩემ თავზე არასოდეს აი იცით რა მეკითხებიან რომელი კონცერტი მოგწონთ თქვენ რამდენჯერ ვერც გეტყვით მე რამდენი 17 წლიდან დღემდე ვიმღერი რამდენი მიმღერია და როდის ვთქვი რომ მივეცი ჩემ თავს უფლება მე თქვა რომ მე მომღერალი ვარ 50 წლის იმიტომ რომ მაშინ ვიმღერე ყველაზე სწორად კი ვმღეროდი იმ დროისთვის ეს გლისანდოები ეს სითბო და ეს რაღაცა ზედმეტი მომენტები რო იყო ვერ ხვდებოდი რატო არ მომწონს და ვერ უგდებდი ყურს ჩემს ნამღერს თვითკრიტიკული იყავით ხო მაგიტომ იყო რომ არა ეს იცით რა ეს ბუნებრივია ეს არავინ არ მასწავლიდა მე ამას მე ჩემი ორგანიზმი ვერ იღებდა ამ სიმღერას არ მომწონდა და ხომღეროდი მე და რო გავიდა დრო და რო მოვისმინე მივხვდი რომ რატო არ მომწონდა რომ აი ეს არ უნდა გამეკეთებია აუცილებლად უნდა იმუშაო ის კი რომ ის კიდე სად მუშაობდი სცენაზე რო არ გამომდიოდა სიმღერა მედიკოსთან ერთად ხო მედიკოც მეუბნებოდა მე თავს ნუ ვივტვრებთ ეს სცენაზე რომ დავდგები იმ წუთშივე რაღაცა მოვა ის რომ რაც ახლა მინდა გავაკეთო და ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთო ქალბატონანი ბოლო წლებში თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრება აი ღირებულებები თუ გადაფასდა და აი თუ შეცვალეთ რაიმე ხო და ეს შევცვალე ბევრი რამე შევცვალე ჯერ ერთი ჩემი სოლო კონცერტები იყო მუნჯური მე არაფერს არ ვლაპარაკობდი ვიდექი ვღეროდი და მადლობელი ვარ რომ კიდე მისმენდნენ და კმაყოფილები იყვნენ მაგრამ მე მოვიდა სხვა დრო რომ უნდა კონტაქტი გარდა სიმღერისა შენ რაღაცა უნდა გეტყვით მაყურებლის უნდა რაღაცა ხო უთხრა და მე იუმორის გრძნობა მაქვს და ვიღაცა რაღაცას რო იტყო და სცენი ისი და ქვევიდან მაყურებელი მე შემეძლო ძალიან ზუსტად პასუხი გამეცა იუმორით და ნუ ისეთი ის კონდათ რა ქვია
რეაქცია და თანდათანობით ნელ-ნელა დავიწყე ისტორიების მოყოლა ეს საქმე ეს როგორია სიმღერა როგორ შედგა როგორ დაიწერა რამდენი რეპეტიცია მქონდა რა გაკეთდა და ასე უნდა წინ წახვიდე თუ დადექი და მოგწონდა გაგიჟებული ხარ შენზე დაღუპული ხარ ნამდვილად კი არასოდეს მე მინდა რომ ყველა მომღერალს და ყველა დიდი მე მათ როგორ ვიკადრებ მათ შევედრები დიდებულ მუსიკოსებს მაგრამ ყველა ამას აკეთებს მიდიან წინ რას უჩვენებთ ადამიანებს რომლებიც დღეს იწყებენ აი დღეს დგამენამნებით რომ გახდნენ მომღერლები მუსიკოსები ჯერ ისეთი უნდა უყვარდეს თავისი საქმე მერე უნდა აუცილებლად მოისმინოს და მაგრამ თუ ნიჭიერი ხარ კი წახვალ წინ და თუ არა ხარ შენ ძალით ამას ვერ გააკეთებ რომ შენ არ მოგეწონოს შენი სიმღერა და წინ წახვიდე ეს ბუნებრივი ეს თვითონ პიროვნების ამბავია ქალბატონანი რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ხართ უნიჭიერესი ხართ სულ ძალიან ლამაზი რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო და გავუხილოთ ჩვენს მაყურებელს სულ ვარ იმაში რა ქვია ნუ როგორ უნდა თქვა უვლი თავს როგორ უვლიდით თავს ქალბატონანი ახალგაზრდობაში და ახლა როგორ არა ფილიაში უფრო დავიხვეწე უფრო ვატყობ რა არის კარგი რა არის ცუდი რა უნდა ჩავიცა იცით რა სიბერეში რო შედიხარ ისეთი სრულდებიან და ისე იცვამენ და ისეთ რაღაცას აკეთებენ რომ ეს სიბერის რაღაცა ხვედრია სხვათა შორის ყველას რაღაცა გადარეულივით რო არიან სულ ცდილობ და აი კრიტიკაც ასე ვაი მე არა ეს ძალიან მოწონს არა საჩიმო არა ახლა უხერხული ასე რომ გავიდე არ ვიცი მე როგორ გითხრათ მე რა ვიცი რა რამდენად მიღებულია თქვენთვის აი ესთეტიკურ მედიცინაში მიღებული თანამედროვე საშუალებები ინექციური თუ არა ინექციური არა რატო არა ყველა მოუაროს და ყველა მაგას უნდა იცი გადამეტებული არაფერი არ ვარგა ნამდვილად კი ბატონო გაიკეთე და ეს ძალიანაც კარგია მივესალმები ყველას ვისაც უნდა რა ოპერაციებიც იკეთო რაღაცა მაგრამ ნუ გადააჭარბებენ ნუ გაგიჟდებიან იყოს ისე რომ ვერ შეგატყონ რომ ვაიმე შენ ეს გაკეთებულია თუ არა აი ესე და მერე ძალიან ზოგიერთი გოგოებს ვერ ხედავ იცი მგონია რომ ერთი და იგივებია ძალიან დაიმსგავსე ჯერ მარტო ვარცხნილობა სულ ერთნაირი სულ და ეს ტუჩები თვალების ზოგიერთი ტუჩები ისია რომ მეწოდებიან ძალიან მეწოდებიან როდის არ ვიცი ბოლომდე არიან ასე თუ ბოლომდე არიან გეთანხმებით სამწუხაროდ არის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი ქალი დაემსგავსა ერთმანეთს სწორედ ამ გადამეტებული ესთეტიკური პროცედურების გამო. ხო, ერთნაირები არიან. და წარმოგიდგენიათ, როგორი დასაფასებელია ჩემი დროის ახალგაზრდა ქალი გოგოები. დედა რა ლამაზები იყვნენ. ბუნებრივი სილამაზი. ნამდვილად. ნუ არა ნორმალური ლამაზები. ოღონდ იცით რა არის განსხვავება და ეს კარგია. უწინ ძალიან ბევრი ქალი იყო, უფრო დაბალი და არ ქონდათ ეს სიმაღლე და ტანი და ფეხი, რო იტყვიან ხოლმე ტან ფეხი, ასე იტყვიან. და ეხლა არიან არაჩვეულებრივები. ყველა ვარჯიშობს. თქვენი ოჯახიდან გამომდინარე განსაკუთრებით შვილიშვილები. ხო, ნუ რა ვიცი, ეს კიდე ისიც არის, რა ქვია, მემკვიდრეობაც არის, რაღაცნაირად. გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანმრთელობას როგორ ვლით? აი ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, აი ასე რომ გამოიყურებით, თუ იღებთ რაიმე საკვებ დანამატებს, მაგალითად, რომ იყოთ საკვებ დანამატებს. ამატყობობის მერე რაც დამინიშნეს, იმას ვიღებ ყველაფერს, რომ მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე
და ჯანმრთელი ვიყო. არაფერი არ გინდა ცხოვრებაში ჯანმრთელობის მეც. ახალგაზრდა რო ვიყავი და რო ვიჯექით სუფრაზე და ჯანმრთელად იყავს სუფრაზებზე, რა გააწყალეს გულიანი ჯანმრთელობით. თურმე ჯანმრთელობის უკეთესი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. ფული გაქვს და ჯანმრთელობა არა გაქვს. ვერაფერს ვერ უზამავს. კი, ჯანმრთელობას ვერ ყიდულობს ამ მაგრამ ფულიც კარგია, იმიტომ რომ ზოგჯერ ფული გშველის. იმიტომ რომ ისეთი გაძვირებულია ყველაფერი, წამლები. მე ხა წამლებს თვალებში ვიწვეთებ აუცილებლად და ბევრი წამლები მჭირდება. თქვენ არ იცით რამდენი იხარჯება. ნამდვილად ასია. მე არ ვიცი ეკა ყიდულობს ამას და რას შეබადა და მე მერიდება რომ უთხრა რომ ეს აღარა მაგდა ეს მიყიდე. ამ დროს მეც ბედნიერება წარმოგიდგენიათ რომ 90 წლის ვარ, ეხლა ხო გავხდები რამდენიმე დღეში გახდებით? დღეში არა. ერთ თვეში. 21-ში სოთაშორის ივლისს. ძალიან მიყვარს 21 ეს რიცხვი, იმიტომ რომ მე ჩემი რიცხვი დაბადების არის 21 ნატალიასი არის 21 ოღონდ ნოემბერი და ნატალიას ბიჭიც 21. აი. უნდა ისე მიყვარდა ჩემი სოფიკო საყვარელი ჭაურელი და ჩემი ახლობელი ვინ არის და ჩემი დეიდა აი კეთებან ნიკელაძე. ეს 21 რიცხვი არის ჩემი უსაყვარლესი ისე რა ქვია რიცხვი. ქალბატონანი, თუ ყავთ იყო თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც იყო თქვენი ინსპირაცია, თუ იყო ან არის ის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ თქვათ, რომ საუკეთესო არის ან იყო? ეს ერთით როგორ შეიძლება განაზრების მე ისეთი მეგობრები მყავდა ამხანაგები ერთი მეორეზე მარტო სილამაზე კი არა განათლებაც ოჯახიშვილობაც ოჯახიშვილობა რას ნიშნავს იცით კარგი გაზრდას კარგ საქციელს პატიოსნებას კეთილშობილებას აი ესეთი მყავდა და მე მაგალითად აღფრთოვანებული და ძალიან გიждდებოდი ჩემ და ვთქვა დაარია, მაგრამ დეიდაშვილი, მე ისეთი დეიდაშვილობა მაქვს და მქონდა, რომ დები იყო, მე ვიყავი მარტო დანარჩენი, ვიყავით 11 დეიდაშვილები. ბიჭი, 7 ბიჭი, ხო, 7 ბიჭი და 4 გოგო. ცისანა, მარიკა, საყვარელი ძეები, მე და ირინა გიგინიშვილი, რომელიც დავრჩით მე და ირინა გიგინიშვილი. ირინე გიგენიშვილი ქუჩაში რო დადის ჩემი დეიდაშვილი აი ვითი რა შეიძლება აჩერებენ ის არის 86 წლის მაღალ ქუსლებზე ნუ რაღაცა არისტოკრატი რაღაცა ულამაზესი სათნო ადამიანი მოდის და მეც მოწმე ყოფილვარ რომ ნუ მეც ჩემზედაც რაღაცას ამბობენ მაგრამ მე შეჩეული ვარ უკვე და ირინე არ არის შეჩეული არ იყო ამას გინეკოლოგი არაჩვეულებრივი დეიდა ჩემის კეთო დეიდას კეთო მიკელაძის შვილი და მარიკა საყვარელიძე თქვენ იცით რა რეკლამები როა იყო უწინ ახლა ასეთ ცალკე არ მოდის ფეხებს რო რეკლამებს აკეთებდნენ და აი ესეთი როგორ მელაპარაკებოდა და როგორ და არაფერი არ მესმოდა მივჩერებოდა ამ ხელებს ამ ფეხს ან რაღაცა რომ არა მომღერალი რას ფიქრობთ აი რა პროფესიის შეიძლება ყოფილიყავით იცი რა სულ მიყვარდა კინო მსახიობები და ბევრ სურათებს ვაგროვებდი მსახიობების სცენა აი ეს მინდოდა მაგრამ და კინოსტუდიასთან რო ჩავივლიდე ძალიან ვიფრანჭებოდი და რას გავდიხმერთვა იცის რომ იქნება შევამჩნიო და გადავიხო ეს მგონდა მაგრამ მომხერლობა მე ისედაც მღეროდი ძალიან ჩემი წრის ძალიან პოპულარული ვიყავი მათთან და აპატარა თბილისში
დიდებიანად, ოჯახებიანად მე სულ ვიყავი პოპულარული მათ შორის და არც მიფიქრია რომ საერთოდ პოპულარობაზე არ ფიქრობდი. არ არის ჩემი ეს მე სულ არ ვიჯერებდი რომ ვინმე მე მიცნობდა. ეხლა რო ვთქვა რომ რაღაცა თქვა ეს აღარ იქნება მართალი. რომ ნამდვილად ეს უნდა დავაფასო და ჩემი ქვეყანას მიჩევნია, ყველაფერს მიჩევნია ჩემი ქვეყანა და ამ ხალხის სიყვარული თუ დავიმსახურე, მე უბედნიერესი ადამიანი ვარ და უმდიდრესი. ჩემი სიმდიდრე არის ჩემი ქვეყნის სიმშვიდე. ნამდვილად. სიყვარული ერთმანეთის და ხო და ხალხის სიყვარული ჩემს მიმართ მე ეს არ მეჩვენება. მე ორგანიზმი მაგის ყველაფერს ხედავ, ყველაფერს ხვდება. ხო, რა მშველი და ცხოვრებაში ჩემი ინტუიცია. აი რაღაცა მაძლევდა უფლებას, რომ მე ეხლა ეს გამეკეთებია, ან არ გამეკეთებინა. იყო ძალიან ბევრი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში, რომ წავიდე იქ თუ არა, დავთანხმდე ამ წინადადებას. შემოთავაზებაზე თუ არა და მე ვამბობდი, რასაც გავაკეთებ, ესე იგი ეს უნდა იყოს. ეს ღმერთი მე ამას მაკეთებინებს და სულ ესე იყო. ან მარცხდებოდი, ესეთი ცხოვრება არ არის, რომ სულ კარგად არის. ძალიან ბევრი რაღაცები მაგადატანილი, ძალიან ბევრი, მაგრამ ეს უნდა გადაიტანა, რომ მოხვიდე ამ დრომდე. და შეაფასო, რომ უიმე რა კარგია. ბევრი შეცდომები მაქვს ჩადენილი, მაგრამ ღმერთი მიცავდა. მე დაცული ვარ ღმერთისგან. ბევრი შეცდომები, აბარა რისი ადამიანი ხარ, ცოცხალი რომ შეცდომა არ გააკეთო, არ არსებობს ესეთი რაღაცა. და ნანობ ამაზე და სულ რა ვქნა მე ჯერა მე არა ვარ ეკლესიური, იცით რა და ყველაფერი შევარსო, მაგრამ ჩემი საქციელი არავისთვის არ მიწყენიებია. მე მგონია, მე ესე მგონია. ყველა მომწონს. იცით რომ მივდივარ კონცერტზე და მომღერალიც რომ აი კონცერტზე ისე მინდა რომ მომეწონოს, ისე კი არა რომ მიდივარ არის. კრიტიკული თვალით არ უყურებთ. არა. და ძალიან ყველასთან ნორმალურად ვარ. აღარ გიჟდები და მიყვარს ესე არა. პატივს ვცემ ყველას. ქალებს რას ურჩევთ? ქალებს, რომლებსაც უნდათ რომ იყვნენ თქვენნაირი წარმატებულები, ჯანმრთელები, ლამაზები და 90 წლის ასაკში ისე ასხივებდნენ აი ამ ყველაფერს, როგორც ხართ დღეს თქვენ. ესეთ რაღაცები არ მიყვარს. შესწორებები ვის უნდა ის კი ჩემს შვილებსაც ვცდილობ რომ არ ეწყინოთ რომ მე რაღაცა უთხრა, მე რო გადის დრო, მე იქნება ეს გამოასწრეს ისე. არავის არ უყვარს ესა. და მე კი მე ყველას უჯერებდი. კრიტიკის მიღებულობა. ოღონ დიდ მუსიკოსებს. კი. გაიგეთ. მაშინ აი ასე ვიკითხოთ, რას ურჩევთ ქალებს, რომლებსაც უნდათ რომ თქვენ სასაკში აი ასე გამოიყურებოდეთ როგორც თქვენ. არა, წარმოდგენა არა, მაგ მოუარონ თავის თავს, რა ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. თვითი მოუარონ. არაფრით, ვერაფრით ვერ გეტყვით. არ ვიცი, თუ მომღერლობა გინდა, არ უნდა მოწიო. და არ უნდა დალიო, ღვინო ძალიან ცუდად მოქმედებს იმაზე რა ქვია მომღერლებზე, მაგრამ ძალიან მომწონდა რომ ქალი ეწეოდა და მეც დავიწყე მოწევა, მაგრამ როგორ ვიჯექი, იცით, ოღონდ სახში ჩუმად კი არა, ხალხში მინდოდა, იმიტომ რომ ყურადღება არ მიმექცია ამ იმაზე, იმიტომ რომ ბრუნდებოდი ისე რომ ასე ვიჯექი, ცუდად ხდებოდი, რა ძალა მედგა. ამიტომ დავანებე თავი და რო ვიტყოდი, არ ვიყავი მწეველი და რო ვიტყოდი, რომ ხვალიდან აღარ მოვწე, არც გამხსენები არ მახსოვდა. ეს რაღაცა მაქვს. აი თუ ვინათ ძალიან ავანტყოფობამდე
ძალიან ბევრ ხო ყველა მამა ამოიღო თავის იმიდან რა ქვია რეჟიმიდან შაქარი მე მოუმატე 5 კოს ყრიდი ჩაიში ან ყავაში რო თქვი რომ ამას მოვსპობ მეორე დღესვე მოვსპი და ჩემი ბიჭი ნატალიას ბიჭი ჩემამ კამფეტს მოწონდა და ეძახდა ჩუს რატო ჩუ იმიტომ რომ ჩემი რო აძლევდა ჩემი ნათია ჩემი გოგო ეუბნებოდა რომ ჩუ ნანი მარ გაიგოს და ჩუ ნანი შეიძლება ჩუ რომ მომცე შენი ჩუ აი ეს სულ გადავაგდე ამოვიღე მაგრამ და სიტკბო არასდროს არ მიყვარდა ტკბილი ესეც არის გეტყობოდოთ ყოველთვის ნამდვილად არ მიყვარდა ტკბილი ნამდვილად უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მართლაც საოცრება ხართ მადლობა იმისთვის რომ ხართ ისეთი როგორიც ხართ საოცარი ადამიანი პირველ რიგში სხვა ყველა უამრავ სიკეთესთან ერთად და მადლობა იმ ისტორიისთვის იმ ეპოქისთვის რაც შექმნით შეუქმნით ჩვენ ქვეყანას ჩვენ შვილებს და ჩვენ შთამომავლობას აი რატო არის ჩემს ირგვლივ ესეთი რაღაცა მიკვირს არ ვიცი არ უნდა გიკვირდეთ ნამდვილად იმიტომ რომ თქვენ შექმნით მე არ თქვენთან და არ მიყვარს ისა სიყალბის ვერ უცლებ მიჩენია ჩემ თავზე ცუდი და ნამდვილი ვთქვა ვიდრე ვითამაშო რა გადასარევ ისა ჩანს სიყალბე რომ მეტი არ შეიძლება ნამდვილად მაგრამ თქვენ ხართ საუკეთესო და მადლობა ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი მადლობა იმ ისტორიისთვის იმ ეპოქისთვის და იმ ყველაფრისთვის რაც შექმნით ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი შვილებისთვის ჩვენი შვილიშვილებისთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის თქვენი დიდი მადლობა რომ ასე დამაფასეთ იმიტომ რომ მე ჩვეულებრივად გონია ცხოვრობდი და რაც შემეწო იმას ვაკეთებდი და ბოლოს ქალბატონო ნანი მინდა გადმოგცეთ ჩვენი გენერალური სპონსორისგან PSP-სგან კორეული ბრენდი დერმაფინის სახის მოვლის პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ და მხოლოდ PSP-შია და არის პრემიუმ ხაზი სახის მოვლის და მე მგონია რომ მე მართლა მჭირდება ხა მაგრამ მე ვფიქრე რა თვიდა მე რა დრო ჩემი ის არის მაგრამ დიდი მადლობა ამას გავარკვევ აუცილებლად კი ყველაფერს როდესაც ავისვა აუცილებლად აი ეკაც დაგეხმარებათ და მე მგონია რომ ძალიან გამოგადგებათ და უღრმესი მადლობა გაიყარეთ და ასევე ჩვენი წარდგენი კლინიკა პირველისგან ვაუჩერი და მთელი ცხოვრების განმავლობაში იქამდე სანამ კლინიკა პირველი იარსებებს თქვენ იქნებით ჩვენი პაციენტი და ნებისმიერ დროს ყველაფერი გექნებათ სრულიად ულიმიტო, სრული ამბულატორიული მომსახურება. ავად უნდა გავხდეთ ამათან. არა, პროფილაქტიკის მიზნით. რაჩქარა ვიღე. და თქვენ იქნებით ჩვენი განსაკუთრებული, არა ღმერთმა არ დაგაჭიროთ, მაგრამ პროფილაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრევენციული მედიცინა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გელოდებით ნებისმიერ დროს. ხო ესე იგი დიდხანს უნდა ვიცოცხლო აუცილებლად, იცი რა, ზოგჯერ არის რა მივაქციე ყურადღება, მაგრამ ჩემთან ეს არ მოვა. ვისაც იუბილეს უხდიდნენ, ყველა ხდება მე მალე ეს ძალიან ბევრი წლის შემდგომ იქამდე უნდა ვიზრუნოთ თქვენ ჯანმრთელობაზე კლინიკა პირველი ყოველთვის იზრუნებს თქვენ ჯანმრთელობაზე თქვენ სილამაზეზე იზრუნებს PSP კორეული ბრენდი დერმაფინის საშუალებებით და მე დარწმუნებული ვარ რომ ყოველთვის ასეთი ლამაზი და ჯანმრთელი იქნებით ყოველთვის